მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვალერი გოლუკაშვილი და თქვენ უყურებთ Ars ქართული ამერიკა. დღევანდელი თემის განხილვა გადავწყვიტე ძირითადად ორი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი არის ცნობიერების ამაღლება, ჩემი მაყურებლის დიდი ნაწილი არის საშუალო ასაკის ადამიანი. აქედან გამომდინარე შეიძლება სასარგებლო იყოს ამ ინფორმაციის გაზიარება თქვენთვის, რათა თავიდან აერიდოთ რა ის რაც მე ხალ დღეს თქვენ უნდა მოგიყვეთ. რაც მე გადამხდა თავს და მეორე არის კიდევ გარკვეული ტიპის ჭორები, ალბათ შეამჩნევთ ვინ ხშირად უყურებს ჩემს არხს, წონაში ცოტა მოკლებული მაქვს და რაღაცა ინფორმაციები დადის ხოლმე ჩემს გარშემო, ოღონდ მე პირადად არ მეუბნებიან, რომ თითქოს ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე, ანუ წონის კლების, ჭკუჭის დაპატარავების ოპერაცია გავიკეთე. სპოილერი არ გამიკეთებია, არც მაგ მიზეზის დამკლებია წონა. მოკლედ, მოდით დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი და განვიხილოთ რა მოხდა და რატო გიყვებით ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი დაიწყო წინა წლის 2024 წლის დეკემბერში, როდესაც მე ჩემთვის ერთ-ერთი რიგითი დღე მქონდა და რიგით დღეს ცხოვრობდი. ფიზიკურად აქტიური ადამიანი ვარ, ძალიან ბევრს ვარჯიშობდი, ამაქამდე ყოველ შემთხვევაში და ერთ-ერთი ესეთი დღე იყო, არაფრით გამონაკლისი. გადავწყვიტე ჩვენთან ლოკალურად, სადაც ჯიუ-ჯიტსუს კლასები ტარდება, კაი ბიჭები არიან ხოლმე, ჭიდაობენ. გადავწყვიტე, რომ კარდიოს სახით ერთ-ერთი ვარჯიში დამემატებინა და ფიზიკური დატვირთვა მიიღო, სადაც სიამონებით მივიღე მონაწილეობა. საკმაოდ კარგ ახალგაზრდა ხმაწვილებთანაც ვიჭიდავე, გავერთეთ და ერთ-ერთი ამ ჭიდაობის სესიის დროს დავიღალე. არ არის გასაკვირი ხა ჭიდაობის დროს ვინ არ იღლება. მაგრამ მე ისე დავიღალე, რომ დაღლა არ მომცილდა. დავამთავრე ვარჯიში, გამოვედი და რაღაცნაირად დაღლილი ვარ რა და ხო აღდგეს ორგანიზმი. ჩემ შემთხვევაში ორგანიზმი მაინც და მაინც აღდგება. უფრო მეტიც რაღაცნაირად გულმკერდში ცოტა სიმძიმესავით ვიგრძენი, მაგრამ არანაირი ტკივილი, არანაირი სხვა ისეთი განსაკუთრებული სიმპტომები, უბრალოდ სიმძიმე, დაღლის ფონზე სისუსტე. საღამო იყო, წავედი სახლში, გადავივლე წყალი, გავიზომე წნევა, შვენიერი 120-ზე, გავიზომე ჟანგბადის სატურაცია 99% შესაბამისად ასე თუ ისე ყველაფერი იგზია, ასევე პულსაცია შევიმოწმე დაახლოებით 70-ის ფარგლებში იყო. რას იფიქრებს ადამიანი, ისეთი რომელიც არც ეწევა, არც ვავს, ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობს, განსაკუთრებით ცუდათაც არ იკვებება, ვიფიქრე, რომ რაღაცნაირად რა ვიცი, კუნთი, სპაზმა, ყველაფერი ხდება. ავდექი და დავაიგნორე. და ასე გავიდა ფაქტიურად იგნორში მთელი ღამე. უკვე დილარო თენდებოდა, არც თუ ისე კომფორტული ძილი მქონდა. მივხვდი, რომ ეს სიმპტომები არსად არ გამქრალა, ისევ სისუსტე მაქვს, ისევ რაღაცა სიმძიმე მკერდში და რაღაც სუდათ რო ხარ და თან არც ხარ საშუალოზე. მოკლედ გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი კლინიკაში შესამოწმებლად, რადგან უკვე რაღაც სხვა რამეში შეიძლება ყოფილიყო საქმე. აქედან გამომდინარე, ავდექი მივედი კლინიკაში. კლინიკაში გამსინჯეს, გადაიღეს რაღაც ტესტები, აიღეს. თუ არ ვწდები ესეთი სისხლიდან აღებულ ტროპანინის ტესტი არის, თუ არ ვწდები და ეს ტროპანინის ტესტი თუ მომატებული, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გულსირძავთა პრობლემები აღნიშნებოდეს. აქედან გამომდინარე, აიღეს ეს ტესტი და ჩემი ექიმი გაფართოებული თვალებით შემოდის და მეუბნება, რომ არის ნერვიულობ, მაგრამ მიმდინარე გულის შეტევა გაქვს. ცოტა არ იყოს და მოულოდნელი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ თლათ ცოტა სხვანაირად წარმომედგინა გულის შეტევა, განსაკუთრებით კინოებში რო უყურებ, აი მე ხელს იკიდებენ, ვარდებიან, ლამის იბრიდებიან. მოკლედ გულის შეტევა გაქვს და საავადმყოფოში უნდა წახვიდეო, გამოიძახეს სასწრაფო იმ კლინიკაში, რადგან ეს ესეთი ვიწრო მიმართულების კლინიკა არის. წამიყვანეს საავადმყოფოში შესაბამისად
emergency-ში შემესია ხალხი, ექიმები, ექთნები, უფრო სიღრმისეული ტესტები ჩაატარეს, ეხოკარდიოგრამები, ანგიოგრამები და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი ექიმი მოდის და მეუბნება, რომ შენი კორონალური არტერიის მარცხენა არტერია არის სრულიად გადაკეტელიო და ამიტომ მასიური გულის შეტევა გაქვს. მანამ სანამ მე იმ კლინიკიდან, სადაც გამოიძახეს სასწრაფო, მივყავდი საავადმყოფოში, რას ეძახიან? ნიტროგლიცერინ ესეთი წამალი არის რაღაც ნიტროგლიცერინი ჩასაღეჭივით არის, რომელიც მიღების შედეგად სიმპტომები საერთოდ გამიქრა, ამიტომ საავადმყოფოში რომ მივედი, ფაქტიურად შეწუხებით არაფერი არ მაწუხებდა. გარდა იმისა, რომ ექიმი მეუბნება, რომ კრიტიკულად ხარო. ხო, კრიტიკულად ვარ, აღმოჩნდა, რომ მარცხენა კორონალური არტერია, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არტერია არის გულის სისხლის მიწოდების მიმართულებით, 100% გადაკეტელი არის. ჩემი გულის ფრაქცია მაგ დროისთვის 35% არის, რომელიც როგორც ამიხსნეს იმ დროისთვის კრიტიკული ზღვარი არის იმისაც, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს გულის გაჩერება მოხდეს და დამინიშნეს სასწრაფო სტენტირება. რა არის სტენტირება? სტენტირება არის, როდესაც ჩაკეტილ არტერიაში შედიან ან მაჯადან, კლავიდან, ან კი რა ვიცი, სხვა ადგილებიც არის მე მგონი, შედიან სპეციალური რაღაც ზონდივით არის, ზონდში ყავს ესეთი პატარა ესეთი ცილინდრისებური ბადე დაკეცილი, შედის ჩაკეტილ არტერიასთან, ამ ბადეს შლის, ბურთით იბერება და ფაქტიურად აღდგენას აკეთებს სისხლის მიმოქცევას. იმ ჩაკეტილ ადგილს, შევიწროებულ ადგილს ხსნის. რაც ჩემ შემთხვევაში ორ ადგილას, ან ორი სტენტი ჩააყენეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ორ ადგილას ისე იყო გადაკეტილი ეს არტერია, რომ ფაქტიურად საჭიროებდა სტენტირება. სტენტირების ჩადგმის შემდეგ სისხლის მიმოქცევა აღდგა. გამომიყვანეს ამ პროცედურული ოთახიდან თუ რაც ეძახიან, დაახლოებით 1 საათი გრძელდებოდა ეს პროცედურა. როდესაც უკვე სტენტირება დამთავრდა, პროცედურული ოთახიდან გამოვედი, დაახლოებით 1 საათი გრძელდებოდა ეს პროცედურა და შემდეგ უკვე დაწყნარებულად ქირურგმა ამიხსნა, რომ ძიმე ბოლო წლებში ესეთი აქტიური ინტენსიური ვარჯიშების შედეგად ასე თუ ისე ჩემი გულსიზრდელთა სისტემა მოძლიერებული არის და იყო იმ დროისთვის და გულმა ეს დატვირთვა აიტანა ხშირ შემთხვევაში, როდესაც მარცხენა კორონალური არტერია 100% იკეტება, როგორც წესი კარდიაკ არესტს იწევს, ანუ გულის გაჩერებას. გამიმართლა ამ შემთხვევაში ჩემმა გულმა აიტანა ეს დიდი დატვირთვა და ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც მივედი, რომ გაეხსნათ ეს არტერიები და წყობში ჩამდგარიყო ჩემი ორგანიზმი. ამის შედეგად ამთავრდება ეს ყველაფერი აქ. ამის შედეგად დაახლოებით 2 დღეში გამომწერეს საავადმყოფოდან, რა თქმა უნდა, რაც გარკვეული შეზღუდებით, ცოტა უფრო სუბუქი ცხოვრებით და მითხრეს, რომ რაღაც პერიოდი დაჭირდება, რამოდენიმე თვე, როცა უკვე 100% შეიძლება რომ ორგანიზმა დაიწყოს ისევ ფუნქციონირება, ანუ გული აღდგეს და სტანდარტულ ცხოვრებას დაუბრუნდე. დაახლოებით გადავახვიოთ ესე 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც უკვე ნებადართული მქონდა მსუბუქი დატვირთვები, მსუბუქ დატვირთვებზე გულისხმობ კიბეებზე ასვლა-ჩასვლა, შეიძლება ძალიან მსუბუქი ფიტნესი, აერობიკა, როდესაც ამ მოძრაობებს ვაკეთებდი, სიმპტომები დამემართა ესეთი, როდესაც დროებით რაღაცა ისევ სიმძიმესავით გრძნობდი, ანუ პირველ შეგრძნება ძალიან გავდა, სხვათა შორის, როდესაც მე არ ვიცოდი და გულის შეტევა მქონია თურმე. დროებით რამოდენიმე წამით სიმძიმეს გრძნობდი, რაღაც მომენტში ძალიან გაწუხებდა და მე ის გაგიშვებდა. ვითომც არაფერი არ ყოფილა, სტანდარტულად აგრძელებ ცხოვრებას, არაფერი არ ყოფილა და ეს სიმპტომები რაც უფრო დრო გადიოდა, დღეები გადიოდა, უფრო და უფრო იმატებდა. ანუ თუ აქამდე მაგალითად მჭირდებოდა რომ
დატვირთვა მიმიღო იმისათვის, რომ ეს ამ სიმპტომების პროვოცირება მომეხდინა. რაღაცა გარკვეული პერიოდის შემდეგ უკვე საკმარისი იყო უბრალოდ ყოფილიყავი. ანუ მაგალითად ახალი გაუძებულია, ორგანიზმი დასვენებულია, არანაირი დატვირთვა და უცებ ეს მოვლით ესე ტალღური შეტევებივით გემართება და მანდ უკვე მივხვდი, რომ პირველი პრაქტიკიდან გამომდინარე უკვე იგნორი არ შეიძლებოდა, შესაბამისად წავედი კარდიოლოგიურ ცენტრში, სადაც აუხსენი ყველა ეს სიმპტომი, გამიკეთეს დამატებითი კვლევა იყო nuclear stress test-ი, ქართულად თუ არ ვსდები რეაქტიულ სტრეს ტესტს ეძახიან, როდესაც სარბენ ბილიკზე გაყენებენ, პლუს შენს ორგანიზმში რაღაცა გარკვეულ სითხეს უშვებენ, რეაქტიულ სითხეს უშვებენ, რომელიც როდესაც კომპიუტერულ ტომოგრაფიას გიღებენ, ანათებს, რომ ადვილი იყოს სისხლის მიმოქცევის დანახვა. დეტალებში აღარ შევალ, ამ ტესტის შემდეგ მითხრეს, რომ აშკარად შემცირებული არის ისევ სისხლის მიწოდება ჩემი გულის. ეს იმას ნიშნავს, რომ ის გაღებული არტერიები მთლად ისეთი გაღებული ვეღარ ყოფილა. ამის შემდეგ უკვე მივიღე გადაწყვეტილება, უფრო მსხვილ კარდიოლოგიურ ცენტრში წასულიყავი. ალბათ იცით, რომ პატარა კონსულზე ცხოვრობ და ჩვენთან მაინც და მაინც სამედიცინო მიმართულებით დიდი არჩევანი არ გვაქვს. ერთ-ერთ ცნობილ მაიამის კლინიკაში მივედი, სადაც ძალიან კაი კარდიოლოგიური ცენტრი აქვს. ეგრეთ წოდებული ანგიოგრამა გამიკეთეს. ანგიოგრამა ისევ ის არის, როდესაც არტერიაში შედიან ზონდი და ათვალელებენ რა ხდება და იქაური ექიმები მეუბნებიან, რომ სტენტირება აღარ მუშაობს. ანუ ის ბადე რო ჩადგეს, რომ გაეხსნათ, ფაქტიურად ეს დროებითი აღმოჩნდა და მითხრეს, რომ მხოლოდ მარცხენა კორონალური არტერია, სხვა ყველაფერი რიგზე იყო. მაგრამ მარცხენა კორონალური არტერია საკმაოდ მნიშვნელოვანი მთავარი არტერია არის გულისთვის. აგრძელებს ისევ შევიწროება სხვადასხვა ადგილებში, ერთ და იგივე ადგილას არა. ამიტომ მითხრეს, რომ სტენტის ჩადგმა, ანუ იგივე დამატებით ბადეების ჩადგმა უკვე აზრს კარგავს და შეიძლება იგივე რომ გააკეთონ, იგივე შედეგი დასვას. 2-3 კვირაში ისევ დაიწყო შევიწროება და ერთადერთი გამოსავალი შემოთავაზეს, ეს იყო შუნტირება. შუნტირება რას ნიშნავს? ეს არის გულზე ღია ოპერაცია, როდესაც არსებული არტერია აღარ აწვდის საკმარის რაოდენობას სისხლს, ან საერთოდ არ აწვდის, ორგანიზმში აღებულ სხვა არტერიებს იყენებენ და აერთებენ იმ ადგილას გულთან, სადაც უნდა მიეწოდებინა ამ ჩაკეტილ არტერიას სისხლი. საკმაოდ ინვაზიური ოპერაცია არის, წარმოიდგინეთ, ისე ვერ გააკეთებენ ამას, თუ მაგალითად თლიანად არ მოახდინეს გულმკერდის კვეთა, სადაც გულმკერდის ძვალის გახსნაც ითვალისწინებს, რომ გულთან მივიდნენ. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ცოტა შოკშიც ვიყავი, არ ველოდებოდი ესეთ რაღაცას, მით უმეტეს, როდესაც არანაირი აქამდე სიმპტომი არ მქონია დანარჩენი, ანუ ამ მოვლენებამდე და რა უნაქნას ამ დროს ადამიანმა ავდექი და რა თქმა უნდა დავრჩი იქ და რაღაც პერიოდში ეს ხდებოდა უკვე თებერვლის შუა რიცხვებში, როდესაც გამიკეთეს უკვე საკმაოდ რთული ინვაზიური ოპერაცია, სადაც მოახდინეს ორმაგი შუნტირება. ორმაგი შუნტირება ნიშნავს, რომ ორი სხვადასხვა არტერია მიაერთეს გულთან იმ შესასვლელთან, სადაც მარცხენა კორონավոր არტერიას უნდა მიეწოდოს გარკვეული რაოდენობის სისხლი და არ მიეწოდებოდა. იმის მერე გავიდა უკვე 2 თვე-ნახევარი, მახსოვს რაღაც პერიოდი პირველი რამოდენიმე დღე რეაბილიტაციის საკმაოდ რთული იყო და ვიწერდი ტელეფონში, რადგან ვფიქრობდი, რომ შეიძლება მე ვინმესთვის გამეზიარებინა ეს ჩემი ისტორია და აი აქ ჩავსვავ იმ რამოდენიმე დღეს, სადაც პროგრესი არის თუ როგორ მიმდინარეობს ჩემი რეაბილიტაციის პირველი დღეები. აი აქ. პირველი დღე ორმაგი შუნტირებიდან რეაბილიტაციის კატასტროფა. საშინელება. დღე მეორე. რაღაცა მომხსნეს. ჭრილობას გამოჩნდა. ტკივილები მაინც არის, ტკივილი გამოყოჩებლის გარეშე. შეჯერებით არ გამოდის არაფერი. იმედია დავიწყებთ უკვე. თუ რა ყავდა. აღდგენის პროცესი დავიწყებ მალე.
უფრო უკეთესად გავხდა ყოველდღიურად რეაბილიტაციას. მურტალი რამეა ეს. დღე მესამე მეტნაკლებად არ აუშავს, მაგრამ დრენაჟის მილები არის 4 ცალი. კედლის და მუცლის არის შეერთებული და სავარაუდოდ ჟღუდავს ეგ სუნთქვის საშუალებას ფილტვების გაშლას. ამიტომ ველოდები რომ დღეს რაღაც ნაწილს მაინც ამოიღებენ და ფილტვები უფრო კარგად დაიწყებს მუშაობას. თუ გამაყუჩებლებით ვაყუჩებ, მაშინ გაცილებით უკეთოს უკეთავს. წესი ამის მერე უკვე ცოტა სწრაფად რომ დაიწყოს რეაბილიტაცია. პირველი 2 დღე იყო საშინელება. დღეს მეტნაკლებად არ აუშავს სიტუაცია მომდინარე. მეოთხე დღემაც მოგვიწია ნაწილი მილების გამოიღეს კერდის და მუცლის არედან. უფრო მოძრავი გავხდი. ენერგიაც უფრო მეტი მაქვს, შედარებით ნაკლებით კიბილგამაყუჩებელი მჭირდება და მოგრძელთ რეაბილიტაციას. დღეს წესი დანარჩენი არსებული მილებიც უნდა ამოიღონ, რაც ამათი თქმით და მტკიცებით ძალიან დიდ შვებას გვაძლევს სუნთქვაში და ზოგადად აღდგენა მოძრაობაში. დღე მეხუთე რეაბილიტაცია მთლიანობაში ფიზიკურად კარგად მიმდინარეობს, გაცილებით მეტი სიარული შემიძლია, უფრო მომხიანათაც ვარ, საჭმლის ჭამასაც უკეთესად ვახერხებ. გარკვეული პატარა გაურკვეველი სიმპტომების გარდა, რაც შეიძლება უშუალოდ კავშირში არ იყოს კონკრეტულ ოპერაციასთან, მაგის გარდა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, ამიტომ შეიძლება ძალიან მალე უკვე ამ საავადმყოფოს ოთახიდან აღარ მოგვიწიოს ამ ვიდეო ჩანაწერების გაკეთება. გაგწერენ. წონაში ისედაც მაკლდებოდა და უფრო დამაკლდა. სასწორმა გვაჩვენა, რომ მაგრამ ისასწორეს კიდე როგორ კაცმანეთის და მე რა მდგომარეობაში სავარაუდოდ შეიძლება 115 კილოზე ვარ ჩასული. პირვანდელი ჩემი წონა იყო 155. წავედით. დღე მე-6-ზე დაიწყო. ალბათ წონა კი დაკლებული მაგ და ცოტა სახეს ნატანჯი, უძილობა, დისკომფორტი, სტრესი, ყველაფერი ერთად აღებული, მაგრამ მთლიანობაში უფრო მეტი ომახიანობა, ფილტვების მეტი გახსნილობა, ანუ სუნთქვაც უკვე გამოსწორებული, სიარული უკვე მეტნაკლებად სტანდარტულად, იმაზე მეტი ვიდრე გუშინ და გაცილებით გუშინ წინ და ასე შემდეგ. ხო და იმის იმედით, რომ დღეს შეიძლება იყოს საავადმყოფოში ყოფნის ბოლო დღე და გაიწეროს ადამიანი და გაგწერო. მე თუ დღეს გამწერეს, ძალიან მაყოფილი ვიქნებ მინიმუმ. მე 11 დღეს გადავკეცეთ შუნტირება ჩატლახი ოპერაციიდან. ხო და სეირნობთ, დავდივართ, მოძრაობთ, აქტიურ რეაბილიტაციას ვეწევით. სად არის ჯანი, ჯერ ჯანი არ არის, მაგრამ პერსპექტივაში არის. სადაც პერსპექტივა არის, იქ მე მაგ პერსპექტივას ხელიდან ავუშვებ. მოკლედ ამ ყველაფრის მერე საბედნიეროდ ყველაფერი უკვე აღმასვლით მიმდინარეობს, რეაბილიტაცია საკმაოდ კარგად მინდის. ჩემი გულის გამოფრქვევის ფრაქციაც უკვე 60%-ს გადასდა, რომელიც უკვე ძალიან კაი ნორმალური შედეგი არის, მინიმუმ ნორმალური და ხშირ შემთხვევაში სტანდარტული ადამიანისთვის. აქედან გამომდინარე შეჯამება რომ გავაკეთოთ და რატო გადავწყვიტე მაინც და მაინც ამ ისტორიის მოყოლა და რატო დავარქვი პრევენციის სახით. ჩემ შემთხვევაში იკულიეს თუ რატო შეიძლებოდა 37 წლის ასაკში მომხდარიყო ის რაც მოხდა და ძირითადად უფრო გენეტიკური ხაზის მიმართულებით, სადაც ჩემს გენეტიკას შეინიშნება კორონარული არტერიების დაავადება და ჩემს ოჯახში, ასე ვთქვათ, ოჯახის ხაზში ბევრს აქვს ეს ოპერაცია გაკეთებული, უფრო ასაკოვან
პერიოდში, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში გენეტიკა არ წოდის, არ იცი რა დროს რაც გამოიჩენს თავს და ყველაზე მნიშვნელოვანი აქ რა არის? იმის გამო რომ მე ვიცოდი რომ ჩვენს ასე ვთქვათ გენეტიკურ ხაზში არსებობს ამის რისკები, უფრო მაღალი რისკის მატარებელი ვარ ამის გამო, ხშირად, ნუ ყოველ შემთხვევაში წელიწადში ერთხელ მაინც კარდიოლოგებთან შემოწმაზე დავდიოდი და ამ მოვლენამდე ერთი წლით ადრე საქართველოში, როდესაც ვიყავი ვიზიტით, საკმაოდ გაფართოებული სადიაგნოსტიკო კვლევა ჩავიტარე კარდიოვასკულარული სისტემის, სადაც რაც შეიძლებოდა რომ ერჩია ჩემთვის ადგილობრივ წესით წარმატებულ კარდიოლოგს, ყველა ტესტი, ყველა შემოწმება გავიარე და ბოლოს ჰოისაუცრება ყველაფერი იგზემა, ყველაფერი კარგად არის, შემიძლია გავაგრძელო მძიმე ვარჯიშები, ვიცხოვრო სტანდარტული ცხოვრებით და ჭირი იქალ ხინიაკა. თუმცა ამ შემოწმების მერე ერთ წელიწადში მოხდა ის ყველაფერი, რაც ზევით აღვნიშნე, მოვყევი. ამიტომ რა არის მნიშვნელოვანი? ძალიან ბევრი ადამიანი ჩემს გარშემო გამიგია, რომ დაახლოებით იგივე პრობლემის წინაშე დგება და ზოგს არც თუ ისე უმართლებს, ისე როგორც მე გამიმართლა და არ გადამიყოლა ამ ამბავმა და შევძელი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. ამიტომ ძალიან ბევრი რახან ახალგაზრდა ასაკში არის, არ აქცევს ამას ყურადღებას და თulis რომ შეიძლება ესეთ რამე მას არ მოუვიდეს. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი არის იმის გათვალისწინება, რომ აღმოჩნდა რომ ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოვიდეს ადამიანს, როდესაც არც ეწევა, არც სვავს, დაახლოებით 4 წელია საერთო ალკოჰოლის მიღება შეწყვეტილი მაქვს, მოწევით საერთოდ არ ვეწევოდი და არ ვეწევი და კვებას რაც შეეხება junk food-ები და ესეთი სწრაფი კვების ობიექტებში უიშვიათესად ვიკვებები, ამიტომ ყოველ შემთხვევაში იმის მიზეზი არ მქონია, რომ ორგანიზმი ისე დღეში ჩამეგდო, რომ გამოეწვია ესეთი პრობლემა ესეთ ნაადრევ ასაკში. ამიტომ ვისაც რაიმე მსუბუქი სიმპტომი მაინც აქვს, გენეტიკური მიდრეკილება ან სხვა რაიმე ტიპის მაღალი რისკი, ჭარბწონიანობა, დიაბეტი, ასე შემდეგ, ნებისმიერმა ამ მოვლენამ შეიძლება მაღალ რისკში ჩააყენოს ადამიანი და არასასიამოვნო სიახლეს გადააწდეს, ესე რომ დაუძახოთ. მეორე რაც შეეხება, ანუ ის რომ ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე, წონებით დავიკელი, არა, ამ ყველაფრის გამო, რა თქმა უნდა, საჭირო იყო უფრო ნაკლები დატვირთვა მიიღო ჩემს გულზე, ნაკლები დატვირთვა უცაბედად რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, თუ განსაკუთრებით მაღალი წონის მატარებელი არის, ეს წონა მოაკლოს. იმის გამო რომ მე ძალოსნურ სპორტში მოღვაწეობდი, როგორც მოყვარული, მაგრამ მაინც საკმაოდ დატვირთული რეჟიმით მოღვაწეობდი ბოლო რამოდენიმე წელიწადი. კუნთოვანი მასა გაზრდილი იყო, წონაც დიდი იყო, შესაბამისად ეს ყველაფერი იყო მოსაგვარებელი განსაკუთრებით რეაბილიტაციის პერიოდში და ჩვეულებრივი სწორი კვება, კონტროლი და წონის დაგდებაც არ არის ხოლმე პრობლემა, მაგის შედეგია ის, რასაც ხედავთ შედარებით რაც აქამდე იყო, რაც არის ეს. ეს იყო და ეს, რაც მე მინდოდა დღეს თქვენთვის მეთქვა. იმედია, რომ ერთ ადამიანს მაინც უნდა ეხმაუროთ, ჩავთვლი, რომ მისია შესრულებულია. ყველას გისურვებ ჯანმრთელობას, წარმატებას და თქვენი ოცნებების ასრულებას. კარგად გრძანდებოდეთ.